ბერლინის მინისტერიალი ნატო საქართველოს კომისიის სხდომა და ნატო საქართველოს ერთწლიანი სამოქმედო პროგრამა. ეს ის თემებია, რომლებიც ჯეიმს აპატურაიმ ქართულ კანონმდებლებთან შეხვედრისას განიხილა. ნატოს წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ამ სტატუსით საქართველოში პირველად ჩამოვიდა. აპატურაი საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა ბერლინის მინისტერიალი იყო, რომელიც 15 აპრილსაა დაგეგმილი. ოფიციალურ განცხადებაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი ერთგული რჩება თავისი გადაწყვეტილებით და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ნატოს მაღალმა წარმომადგენელმა ბატონმა აპატურაიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პრინციპი, რომელიც არაერთხელ იყო დეკლარირებული ალიანსის მიერ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ეს პრინციპი ძალაში რჩება და მტკიცდება, როგორც ორგანიზაციაში მთლიანად, ისე თითოეულ წევრ ქვეყანაში. ჩვენი ურთიერთობის პრინციპი საქართველოსთან მიმართებაში არ შეცვლილა. ლისაბონის სამიზზე დადასტურდა ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება. საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსი არაპირებს დათმობაზე წასვლას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას. მოგვიანებით კი ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს საქართველოს თანამშრომლობას რეფორმების განხორციელების კუთხით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალი სამიტისა და ნატოს საქართველოს კომისიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ. ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად, ვიდრე ჩვენ მოველოდით ბუქარესტის სამიტისგან, გვაქვს წლიური ნაციონალური პროგრამა და ნატო საქართველოს კომისია, რაც არის ასე შინაურად საუბრობენ ნატოში MAPS პლუს მექანიზმი, ამიტომ ჩვენ ველით რომ ამ მექანიზმის შეცვლა არ მოხდება, რადგანაც არ არის საჭირო, საქართველოს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გააგრძელოს ის დემოკრატიული და თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები, რომელიც აქამდე ნატოს მიერ იქნა შეფასებული პოზიტიურად. დღესვე ჯეიმს აპატურაი პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძეს და უმრავლესობის წევრებს შეხვდა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ალიანსი მზად არის საქართველოსთან მიმართებაში მუშაობა აქტიურად გააგრძელოს. ხარდაჭერილი იყო ის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც საქართველოში განხორციელდა, ეს შეფასებული წარმატებულ რეფორმად მოკავშირეების მხრიდან, ასევე საუბარი იყო საარჩევნო გარემოზე და ბუნებრივია ამ პროცესის ხარდაჭერაც იყო გამოხატული შრომატანტიკული ალიანსის მხრიდან, ბუნებრივია ყველა რეფორმა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, რომელიც საფუძველს ადლის ქვეყნის შემდგომ წარმატებას ხარდაჭერილი ნატოს მხრიდან. თავისუფალი არჩევნები, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საარჩევნო კოდექსი და დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა. ეს ის თემებია, რომელზეც ოპოზიციურ ვიანში შემავალი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული მდგომარეობა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების პერსპექტივა იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ბერლინში დაგეგმილ ნატო საქართველოს საბჭოს სხდომაზე, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება. ნომერი პირველი თემა, როგორც ბატონმა აპატურაიმ გვიცხრა, ეს არის სწორედ საარჩევნო კოდექსი და დემოკრატიული არჩევნები, მათ შორის არა მარტო ეხლა დღევანდელ შეხვედრებზე, არამედ მომავალ შეხვედრებზე, მომავალ კვირას იცით, რომ ბერლინში არის ნატო საქართველოს საბჭოს სხდომა, ნატოს ფარგლებში და შესაბამისად ნომერი პირველი თემა სწორედ იქნება ეს თემა. შეხვედრაზე ძირითადი თემა იყო საარჩევნო გარემოს თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები. სტუმარი საკმაოდ დეტალურად იყო საქმის კურსში ყველა იმ თემაზე, რაც განხილული იყო მოლაპარაკების მაგიდაზე, იმიტომ რომ ნატოს წარმომადგენლები მუდმივად ესწრებოდნენ ამ შეხვედრებს და მან განაცხადა, რომ ნატოს და საქართველოს ურთიერთობების ბედი დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზე. საქართველოს ნატოს ურთიერთობებში საარჩევნო რეფორმას და დემოკრატიულად არჩევნების ჩატარება არის სწორედ გამსაზღვრელი ფაქტორი. ამის შესახებ ჩვენთან საუბრის შემდეგ იქნება შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან და ასევე დაგეგმილ უახლოეს დღეებში ნატო საქართველოს მინისტერიალზეც იქნება ეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული. კიდევ ერთი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ჯეიმს აპატურაიმ ნატოს საქართველოსა და ნატო რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსის მხარდაჭერა საქართველოსადმი კიდევ უფრო გაძლიერდება. ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. ნატოს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.